იცით თუ არა ვინ გამოიგონა ყველაზე ცნობილი სამედიცინო ხელსაწყო სტეტოსკოპი, იგივე ფონეიდოსკოპი, რომელიც დღეს მედიცინის სიმბოლოდ იქცა. მისი ავტორია ფრანგი ექიმი და ანატომი, სამეცნიერო დიაგნოსტიკის ფუძემდებელი რენე თეოფილ გიაცინტ-ლაენეკი. 1816 წელს მასთან მივიდა პაციენტი, ქალბატონი გულის ტკივილის ჩივილებით. იმ დროს დიაგნოსტირება სხეულზე ყურის მიბჯენით ხდებოდა. თუმცა ექიმისთვის უხერხული იყო ქალბატონისთვის მსგავსი მეთოდის გამოყენება. ასევე პაციენტის ჭარბი წონის გამო თითქმის შეუძლებელი იქნებოდა ზუსტი დიაგნოზის დასმა. ამიტომ მან გამოიყენა ქაღალდი, რომელიც დაახვია, გულზე მიადო და აღმოაჩინა, რომ ხმა უფრო მკვეთრი და ძლიერი იყო. ასე გაჩნდა პირველი სტეტოსკოპი, ხმოვანი მილი, რომელიც მოგვიანებით ხის მასალით დაიხვეწა. ეს ხელსაწყო დღემდე შეუცვლელია და უკლებლივ ყველა მიმართულების ექიმის ხელსაწყოა. კიდევ ერთი მაგალითი, რომ გენიალური გამოგონებების აღმოჩენა მარტივი შემთხვევითობის ნაწილია. გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და გახდით ჩვენი გადაცემის ნაწილი, რათა გაიგო უფრო მეტი საინტერესო ამბავი სამედიცინო სამყაროდან.